ამ თუთას მე ვარ ჩემი ტბორის შუაგულში, რომელიც სავსეა ზვიგენებით, პირანიებით და სხვა უამრავი მომაკვდინებელი თევზით. ჩემი მიზანია ყველა მათგანი დავიჭირო და გამოვიყვანო. იცადეთ, აქვეა ერთი. დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას ბიჭებო. უკვე დავიჭირეთ ზვიგენი და ის უზარმაზარია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთაგან ბიჭებო. დღეს ჩემი მიზანია თითოეული მათგანი დავიჭირო ყველა სხვა თევზთან ერთად, რომელიც აქ შეიძლება იყოს. მაგრამ ჯერ უნდა აგიხსნათ რატო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე იშვიათ, საშიშ და დიდ თევზებს ამ ტბაში უშვებდი. მაგრამ რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება 12 ფუტამდე გაიზარდოს, ეს ტბა მათთვის საკმარისად დიდი არ არის და ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან. ეხლა უნდა შევიდე იქ, ყველა დავიჭირო და გადავიყვანო ჩემს ახალ ტბაში, სანამ ძალიან გვიან არ არის. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. ეს ჩემი ერთადერთი ტბა არ არის, სადაც მოსწრი თევზები არიან. ასე რომ ამ ვიდეოში ასევე შევისწავლით ჩემს კიდევ სამ ტბას. ყველა მათგანში არიან თევზები, რომლებიც ძალიან დიდი გაიზარდნენ და გადასაყვანები არიან. და ამ ყველაფერთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩემი შეყვარებული გაბზავნე მისიაზე, რომ ეპოვა ყველაზე უცნაური თევზი, რომ ამ ტბებში ჩაუშვათ. ასე შეგვიძლია ჩვენი კოლექცია კიდევ უფრო გავზარდოთ. ასე რომ მართლა არ ვიცი რას ვიპოვით. ვფიქრობ უნდა დავიწყოთ 4 ტბიდან. ყველაზე პატარაცი და ნელ-ნელა მივიდეთ ყველაზე დიდამდე, სადაც ყველაზე დიდი თევზები არიან. ეს ტბა აქ ყველაზე დიდი ხანია, ასე რომ ცოტა დამავიწყდა რა არის აქ. დაიცადე სანამ შიგნით შეხვალ. აქ რამდენიმე თევზი ჩაუშვი. ისინი დიდები არ არიან, მაგრამ ალბათ ყველაზე იშვიათები არიან ყველა თევზს შორის, რაც კი მიპოვია. მართლა ამბობ? ანუ საშიშები არიან? არ ვიცი, ალბათ გავიგებთ. ამ ინფორმაციის შემდეგ ტბაში შევხვდი დავიწყე ბადით თევზაობა და დიდხანს არ დამჭიროებია სანამ რაღაც არ დავიჭირე. ვაუ, ნახეთ ბიჭებო. პატარა კლონის და ანის თევზი დავიჭირეთ. ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. ეს თევზები პატარა უცხო პლანეტელებივით არიან. წარმოდგენა არ მქონდა რომ აქ იყო, მაგრამ ესენი ბევრად უფრო დიდები იზრდებიან. ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვია, ასე რომ სამწუხაროდ ძალიან პატარაა იმისთვის რომ ახალ ტბაში გადავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზი მართლაც უცნაური აღმოჩენა იყო, ეს ის არ არის, რასაც ვეძებთ. ამიტომ გავუშვი და ბადეს ისე ვაგდებდი, რომ მენახა კიდევ რა შემეძლო დამეჭირა. რაღაც დიდს გრძნობ. არ არსებობს. ნახეთ ეს. ჩვენ ვიდეოს პირველი მონსტრი თევზი დავიჭირეთ და ეს წითელკუდა ლოქოა. როგორც იცით, ესენი ძალიან დიდები იზრდებიან და ისინი უდავოდ ჩემი საყვარელი თევზებია. ანუ პირდაპირ ქუძეც კი მახატია ერთი. ეს ბიჭი საკმაოდ ადვილად დავიჭირე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ტაცებელ თაულში ბევრად უფრო დიდი თევზები გვყავს და ისინი ბევრად უფრო დიდ წინააღმდეგობას გავიწევენ. ეხლა რადგან დღეს ამდენ დიდ თევზს გადავიყვანთ, პირდაპირ მომიწია სატვირთოს დაქირავება, რომ ყველა ახალ აუზში გადამეყვანა. ეს ვიდეო ნამდვილად გიჟური იქნება. პირველი მონსტრი თევზი წარმატებით ჩავასვით სატვირთოში. მე ისევ აუზში ჩავედი, რომ კიდევ რამდენიმე დამეჭირა. აქ იმდენი თევზი უგზნობ. ეს კარგი არ არის ბიჭებო. მართლა ძალიან მეშინია, ვნახო რა ჩაგიყრია აქ. რაღაცამ ფეხზე დამარტყა. მგონი დავიჭირე. არ არსებობს, შეხედეთ ამას. უზარმაზარი ალბინოსი ოსკარი დავიჭირეთ. ეს ძალიან მაგარია. ბიჭებო, ძალიან მიყვარს ოსკარები, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს რა ლორწოვანია ისინი. ეს საშინლად საზიზღარია. ეხლა ამ ვიდეოს ყველაზე მაგარი რამ ისაა, რომ ბევრი თევზს ვნახავთ, რაც დაგვიჭერია. წარსულში და ვნახავთ რამდენად გაიზარდნენ ისინი. მაგრამ ვფიქრობ ოსკარების არმია ძალიან მაგრად გამოჩნდება ახალ აუზში, ასე რომ ჩავასვათ ისინი სატვირთოში და ეხლა კიდევ ვცადოთ რამდენიმე დავიჭიროთ. ჯერჯერობით მართლაც უცნაური თევზები დავიჭირეთ, მაგრამ შემდეგ რაც ვიპოვეთ, ყველაზე იშვიათი იყო. თევზი დავიჭირეთ, მაგრამ ვერ ცნობ. ჰელენ, ეს შენ ჩადიყვანია აქ? მოიცა. ეს დელფინია? ღმერთო ჩემო ჰელენ, არ ხუმრობდი როცა თქვი რომ აქ იშვიათი თევზები იყვნენ. ამას დელფინის თევზი ქვია და შეგიძლიათ ნახოთ რატომ ეძახიან ასე. ისინი ზუსტად დელფინს კვანან. მანამდე ამ არხზე მხოლოდ რამდენიმე ასეთი დავიჭირეთ, მაგრამ ეს უდაოდ ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე მინახავს. კარგი. და დამავიცდა მეთქვა რომ ისინი ელექტროთევზები არიან. ამიტომ ის ახლა პირდაპირ მარტყამს დენს. მაგრამ რადგან ასეთი პატარაა ცხადია, ახალ აუზში არ ჩაუშვებთ. ასე რომ რასაც გავაკეთებთ ესაა, ჩაუშვებთ ამ ვედროში და ერთ-ერთ ჩემს აკვარიუმში გადავიყვანთ. ასე დავრძმოდებით რომ მას არავინ შეჯამს. სერიოზულად ვამბობ, ისე ძლიერად დამარტყა დენი რომ არ ხუმრობ. დელფინის თევზებისგანაც ადრეც დენი დამთქმია, მაგრამ ისინი ამაზე ბევრად პატარები იყვნენ, როგორც ხვდები. ეს კი ასეთი დიდი იყო და დართმაც ბევრად ძლიერი ქონდა. პირდაპირ ვერ უგზნობ ხელებს. ამის შემდეგ ჰელენმა მითხრა, რომ დელფინი აუზში ყველაზე იშვიათი თევზიც კი არ იყო. ამიტომ კიდევ დავიწყე ძებნა. იმედია გავიგებ კიდევ რა არის აქ, შეხედეთ ამას. ხალხო, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე თევზი გვყავს აქ. ესენი სინამდვილეში თუთიყუშაციხლიდები ქვიათ. ეს თევზები აქ რამდენიმე წლის წინ ჩაუშვით, ასე რომ ძალიან მაგარია როგორ გაიზარდნენ. თუმცა სამწუხაროდ ისინი ჯერ კიდევ არ არიან ისეთი დიდი, რომ ახალ აუზში გადაუშვათ. ასე რომ ამათ გავუშვებთ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. ეს რა იყო ხალხო? ახლა ხან უზარმაზარი ალბინოსი თევზი დავინახე იქ ქვემოთ. როგორც ხედავთ, ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი რომ გამეგო რა თევზი იყო ეს. იმიტომ რომ თუ დელფინზე უფრო იშვიათია, რაღაც სიგიჟე უნდა იყოს. რაღაცამ დამარტყა. ფეხებში მომეჯახა. ეს რა ჯანდაბაა? მგონი დავიჭირეთ. არ არსებობს. შეხედეთ ამას. ეს პატარა თკბილთკლის ზვიგენია ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებს ეძახიან, სინამდვილეში ეს უბრალოდ ლოკოს ერთ-ერთი სახეობაა.
მაგრამ რაც მათ მართლაც საშიშს ხდის არის ის, რომ შეუძლიათ ძალიან სწრაფად სურვა და თუ შეგეჯახებიან სერიოზულ ზიანს მოგაყენებენ. და მგონია მან მართლა გამიჭრა ფეხი, მაგრამ ეს არაფერია ხალხო. სხვაგანაც ყავს რამდენიმე აუზში. მათ შორის ბევრად უფრო დიდებიც არიან და მათი დაჭერა ბევრად უფრო რთული იქნება. ამიტომ ჩავასვი იგი U-Haul-ში და ამის შემდეგ ყველაფერი უფრო საინტერესოდ წავიდა. თევზებს ერთი მეორის მიყოლებით ვიჭერდი. ხალხო, ეს პირანია? მართლა არ მაქვს წარმოდგენა ეს რა არის, მაგრამ ამ თევზების დაჭერისას ძალიან საშიშ რაღაცას გადავაწყდით. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემ ფრთხილები რავი მაგასთან. ეს ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აქ ჩავდე და ის ბიჭი ვისგანაც ავირა პირდაპირ მითხრა, რომ ამან 2 თითი მოაჭრა. და სანამ აუზში შევიდოდი, ეს არ მითხარი? ხუმრობ? ეხლა უკვე ვიცი ეს რა არის. ამას ეწოდება ირვინის ლოგო და ნამდვილად ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა როგორც ჩანს ალბათ ფიქრობ, რომ ამ თევზმა იმ ბიჭ ციტები ან ძალიან ბასრი კბილებით, ან ამ სუპერ ბასრი ეკლებით მოაჭრა, რომლებიც მთელს სხეულზე აქვს, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი არ ყოფილა. ხედავ. ეს თევზები ცნობილია იმით, რომ სხეულის გვერდებზე აქვთ უკიდურესად ძლიერი ეკლები. იმდენად ძლიერი, რომ როგორც არ უნდა დაკაჩო ან დააწვე, ისინი არ იძურიან. ასე რომ თუ თითი ამ ეკლებს შორის გაგეჭხირა, ვეღარ ამოიღეთ. ეს რაღაც პირდაპირ უზარმაზარია. სად იპოვე? საიტრო ვებგვერდზე, მაგრამ გააგრძელე, რადგან ყველაზე იშვიათი ჯერ კიდევ არ გიპოვია. ხუმრობ, როგორ შეიძლება ამაზე იშვიათი იყოს? მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება ამაზე უფრო გიჟური რამ არსებობდეს. მაგრამ ადრე ის იდუმალი ალბინოსი თევზი დავინახე და უნდა გამეგო რა იყო. ამიტომ უზარმაზარი ურვინი ჩავტვირთე U-Haul-ში და ძიება გავაგრძელე. ოჰო, მეგობრებო, პრობლემა გვაქვს. ეხლა გველის წავი ვიპოვე და თუ გახსოვთ, ეს აუზი ადრე გველებით იყო სავსე. მეგონა ყველა გავიყვანეთ, მაგრამ აშკარად ასე არ ყოფილა. ეხლა ყურადღება მხოლოდ თევზებზე კი არა, გველებზეც უნდა მივაქციოთ. ოჰ, კიდევ ერთი თევზი დავინახე. მოიცადეთ, ეს კიდევ დელფინია? არ მითხარი რომ აქ კიდევ ერთი იყო. ეს ბევრად დიდია, მეგობრებო, ეს უკვე სიგიჟეა. მას შემდეგ რაც პიროვმა დამარტყა დენი, ცოტა მეშინია მათ ხელში დაჭერის და ეს ბევრად დიდია. კარგი, გთხოვ, მეგობრული ვარ. ნუ დამარტყამ დენს. ვაუ, შეხედეთ რა დიდია, ეს ძალიან მაგარია. აუ, ღმერთო ჩემო. კარგი, ეს არ არის კარგი, ეს ცუდია. ამას აღარ შევეხები. ბოდიში, მეგობრებო. უბრალოდ ვცდილობთ რომ სატლში ჩავდოთ. კარგი ხო, აი ესე. მეგობრებო, ეს უკვე 2 დელფინია. იმედი ამ თვაში მეტი აღარ არის, რადგან ისინი სულ დენს მირტყამენ და ძალიან მткиვა. ო, კიდევ ერთი თევზი დავიჭირეთ. ხუმრობთ, რამდენი ჩაგისვია აქ? არ ვიცი, ცოტა ამერია თვა. კარგი, იქნება ეს ცოტა უფრო მეგობრულია. ეს არ მირტყამს დენს, მეგობრებო, ეს კარგია. აუ, კარგი, მეყო. აღარ ვეხები, არ ვიცი რატო. შანსი მივეცი ამ თევზს. ვიფიქრე რომ კარგი იყო, მაგრამ ასე არაა. ასე რომ სათულში წადი. იმედი მაქვს ეს ბოუ დელფინია აქ. ხო და რამდენჯერმე დენმა დამარტყა დელფინებმა. აუბრუნდით ტბაში და უცებ რაღაც დიდი დავინახე. მაშინვე მივხვდი რა იყო. არ არსებობს ეს ისაა, რასაც ფიქრობ, მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ბადეში პარიბაა და უზარმაზარია. ვერ ვიჯერებ, ჰელენ, როგორ იპოვე? ეს თევზები უკიდურესად იშვიათია და სინამდვილეში მსოფლიოში 7 ადამიანი ჭამია ლოქოდან ერთ-ერთია. ისინი მართლაც 12 ფუტამდე იზრდებიან. ეს ყველაზე დიდი ლოქოა, რომელიც ამაზონის მდინარეში ცხოვრობს. ვერ ვიჯერებ, ახლა პირდაპირ ვცახცახებ. ნახეთ რა ბზინვარია. რა ლამაზია ეს თევზი, მეგობრებო. და როგორც თქვი, ისინი უკიდურესად იშვიათია და ამ ზომის პოვნა კიდევ უფრო იშვიათია, რადგან ტყვეობაში მათი შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს ალბათ ყველაზე იშვიათი თევზია, რომელიც აქ ჩაგიყვანია, ხომ ასეა? არა, სინამდვილეში კიდევ ერთი თევზია, რომელიც კიდევ უფრო იშვიათია. ასე რომ უნდა გააგრძელო. არანაირი შანსი არაა, რომ მას სატვირთოში ჩავასვათ. და მგონი ახლა უნდა გავაგრძელოთ. როცა ტბაში დავბრუნდი, გამახსენდა რომ ადრე ის იდუმალი ალბინოსი თევზი ვნახე. და ეს უნდა ყოფილიყო ის თევზი, რომელსაც ვეძებდი. ფრთხილად დავიწყეთ ტბის გარშემო სიარული და დიდხანს არ დამჭირვებია, სანამ იქვე არ ვიპოვე. ბიჭებო, მგონი ვხედავ, ამ თევზს ვეძებდი. თელი ეს დრო ვეძებდი და არ ვიცი რა თევზია, მაგრამ ერთადერთი გზა გავიგო არის ის, რომ ცადო დავიჭირო. გთხოვთ, მითხარით რომ ბადეშია. დიახ, დავიჭირეთ. არ მჯერა, ამას შეხედეთ. ფანტომური წითელკუდა ლოქო დავიჭირეთ და უზარმაზარია. დიახ, როგორც ხედავთ, სიტყვები აღარ მქონდა. აი ნახეთ. ადრე წითელკუდა ლოქო დავიჭირეთ, ვეგითხარით რომ ეს ჩემი საყვარელი თევზია და აი კიდევ ერთი დავიჭირეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. ამას ფანტომურ წითელკუდა ლოქოს ეძახიან. და სხვა თითოყუდებისგან განსხვავებით, ესენი სრულიად თეთრები არიან, რაც მათ ძალიან იშვიათს ხდის. ეს უბრალოდ სიგიჟეა, მეგობრებო. ეს ალბათ ყველაზე იშვიათი თევზია, რაც აქამდე გვიპოვია. მაგრამ ცოტა ნერვიულობ რომ მკითხო, რამდენი ღირს ეს? დაახლოებით 2000. $2,000. ხო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სხვა აუზებისთვის ვიყიდე. ხუმრობ, მგონი ამ ბიჭთას დანარჩენ მონსტრ თევზებთან ერთად U-Haul-ის სატვირთოში ჩავასვანთ და ახალ აუზში გადავიყვანთ. ეხლა დროა შემდეგზე გადავიდეთ, რომელიც სხვათა შორის პირანიებითაა სავსე.
ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს აუზი ყველაზე დიდი არაა, მაინც ავსეა უამრავი თევზით, რომელსაც ახალ აუზში გადავიყვანთ. ამიტომ მაშინვე შევხვდი შიგნით და ძებნა დავიწყე. ღმერთო ჩემო, აქ ახლა იმდენი პირანია. ალბათ ეს კარგი იდეა არ არის. აი, იქ დიდი ერთია. მგონი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, უზარმაზარია. აქ კიდევ ერთი ჯგუფია. ღმერთო ჩემო, ეს თევზები ახლა ისეთი ძლიერები არიან. მგონია თითქოს ზვიგენს ვებრძვი. არ ვიცი რა გავაკეთო, მგონი ბადეში რამდენიმეა. ბიჭებო, yes, არა, გარბიან. არა, დავიჭირე. ბიჭებო, ყველა გაიქცა. ბადეში დაახლოებით 5 მყავდა, მაგრამ ერთი მაინც დავიჭირე. დამშვიდი ძმაო, ბიჭებო, ხო გითხარით? ეს თბორი პირანიებით იყო სავსე, შეხედეთ ამას. მაშინვე დავიჭირეთ ერთი და მას ბასრიკბილები აქვს. სწორედ ამიტომ ეს ბიჭები ჩვენთან ერთად ახალ ტბორში არ გადავლენ. ხედავთ, ისინი ცნობილები არიან სხვა თევზების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით. ასე რომ ყველა პირანიას ამ თბორში დავტოვებთ და ამ თბორს პირანიების თბორად ვაქცევთ. მაგრამ ეხლა ყველა უნდა ამოვიყვანოთ. ასე შევძლებთ ყველა სხვა თევზის დაჭერას, როცა პაკუ გვერდზე იქნება. ბადით ვაგზელებდი დაჭერას და მაშინვე კიდევ რაღაც დავიჭირე. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ბიჭებო, მგონი ეს დიდი ალბინოსი გურამია. მართლა არ ვიცოდი რომ აქ იყო, მაგრამ ეს ძალიან მაგარია, ვიცი. ფაქტია. ჩვენ მტაცებლების ტბორშიც ყავს ერთი და ის ამაზე 3-ჯერ დიდია. მაგრამ აუცილებლად გადავიყვანთ ამ ბიჭს ახალ ტბორში, ასე რომ ჩავასვათ იგი სათვირთოში და გავაგრძელოთ ძიება. როცა გავაგრძელებ, პირანები ძალიან აგრესიულები ხდებოდნენ და თავდასხმას იწყებდნენ. მე, მგონი ერთმა ეხლა მიგბინა. აი ისიც, ზუსტად იქა. მოდი ვნახოთ შევძლებ თუ არა მის დაჭერას. ეს დიდი ეგზემპლარია. ბიჭებო, ღმერთო ჩემო, შეხედეთ რა ზომისა ეს პაკუ, ბიჭებო. როგორც ხედავთ, ეს ალბინოსია, რაც მას ბევრად უფრო იშვიათ ხდის. ამ ბიჭს ძალიან ბასრიკბილები აქვს, ზუსტად როგორც მის ბიძაშვილ პირანიას. და თითქმის დარწმუნებული ვარ, ახლა ხან ფეხიდან ნაჭერი მომაჭამა. ეხლა სწრაფად ამოვიყვანთ ამ ბიჭს აუზიდან და ვესტებით დანარჩენების დავიჭიროთ. ფრთხილად, ამ ბადეში ბევრი თევზია. შეხედეთ ამას, ბიჭებო. კიდევ ერთი გიგანტური პაკუ დავიჭირეთ და როგორც ჩანს, ოსკარებიც ყავს. ეხლა რადგან ოსკარები ახალ აუზში უნდა გადავიყვანოთ, ისინი პაკუსგან უნდა გავაცალკევოთ. ღმერთო ჩემო, ეს ოსკარები ისეთი სლიპინაა, საშინელება. კარგი, ოსკარებს სამვედროში ჩავდებთ. აი კიდევ ერთი დავიჭირეთ. შენ შედი. და ბოლოს კიდევ ერთი პაკუ დავიჭირეთ. მგონი ეს ყველაზე დიდია აქამდე. შეხედე ამ არსების ზომას, თუმცა ისინი ბევრად უფრო დიდებიც ხდებიან. გულისხმობ 50 პუნქტს და აუზში კიდევ ბევრი ყავს. ასე რომ ამ ბიჭს და ცხებთან ერთად ჩავუშვებ და კიდევ ეცდებით რამე დავიჭიროთ. ეხლა მივხვდი რომ აქამდე ყველაზე დიდი თევზი რაც აქ ჩაუში, ჯერ არ დაგიჭერია. მართლა? რა ზომისა? არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ დიდია, ასე რომ მიკვირს, ჯერ არ გინახავს. ეხლა როცა ვიცი რომ აქ მონსტრი თევზია, უფრო ყურადღებით დავაკვირდი და მალე ვიპოვე კიდეც. დავიჭირე, ბადეში ჩავაგდე. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? თქვენ გარეთ ხართ? დამშვიდით. კარგი, მას არ უხარია, ბიჭებო. გონი ეს დიდი ვეფხვისებრი შოվել ნოუზი და წითელყუდა ჰიბრიდია. სისხლი მოგდის, ღმერთო ჩემო, მართლა. ხომ გითხარი რომ მიგბინა. ეხლა ეს კარგი არ არის. თავიდან მეგონა ეს თევზი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ მე რაღაც გიჟური შევამჩნიე. თვალები საერთოდ არ აქვს, ბიჭებო. ეს თევზი სრულიად ბრმაა. მაგრამ გონი, ლოქოებს თვალები არ სჭირდებათ, რადგან აქ აქვთ ეს ძალიან გრძელი ულვაშები, რომლებიც ეხმარებათ საყვების სუნის გრძნობაში. მაგრამ ეს მაინც ძალიან მაგარია. ეს უდავოდ ყველაზე დიდი თევზია, რაც აქამდე გვიპოვია. ასე რომ ის აუცილებლად წამოხვება ახალ ტბაში. კიდევ ერთი მონსტრი თევზის დაჭერის შემდეგ ძიება გავაგრძელე, რომ მენახა კიდევ რა შეიძლებოდა მეპოვა. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო, ბიჭებო. იქ უზარმაზარი გველთევზაა. მე სინამდვილეში ვიცი ეს რა არის. ეს აქ არის ლაქებიანი მთის გველთევზა და ის უზარმაზარია. ეხლა როგორ შეიძლება იცოდეთ ეს ტბა ასევე ცნობილია როგორც საიდუმლო ტბორი? და ძირითადად მე უბრალოდ სხვადასხვა შემთხვევითი თევზები ჩავუშვი იქ. და დროთა განმავლობაში ტბორში რა არის, გამოცანად იქცევა. მაგრამ მე სინამდვილეში მახსოვს, როცა პირველად დავიჭირეთ ეს ბიჭი და ის ამხელა არ იყო. ღმერთო, მოიცადეთ, ნახეთ იქ. ეხლა შევამჩნიე, რომ ამ არსებებს უზარმაზარი ეკლები აქვთ. თითქმის შევეხე ამას. ეს ნამდვილად გატკენდათ, ბიჭებო. ნათლად ჩანს, რომ ამ აუზში ძალიან კარგადაა და ვფიქრობ, თუ ახალ აუზში გადავუშვებთ, ალბათ ვეღარასდროს ნახავთ. ასე რომ უბრალოდ გავუშვებთ. ნახვამდის, მეგობარო. ღმერთო ჩემო, რაღაცა მიგბინა, ბიჭებო. ეს მართლა მეთქინა. არა, მგონი სისხლი მომდის. ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთმა პაკუმ მიგბინა. ალბათ ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ ყველა ეს თევზი უნდა დავიჭიროთ. მოდი აქ ერთ-ერთი დიდი მოსმით ამოვიღოთ და ვნახოთ რას დავიჭერთ. არა, მგონი ეს თუდად დასრულდება. აქ ბევრი თევზია. ღმერთო ჩემო, ეს ორი უზარმაზარი პაკუა, ერთი ჩაულებრივი და ერთი ალბინოსი. კარგი, დამშვიდით, ბიჭებო, დამშვიდით. რომელმა მიგბინა? ეს არ იყო სასიამოვნო. შეხედეთ ამას, ეს სიგიჟეა. არც კი ვიცი, რამდენი დავიჭირეთ აქამდე, მაგრამ ბევრი იყო. მაგრამ რაც იქ დავინახე, კიდევ ბევრია დარჩენილი. ასე რომ, ამათ ჩავდებთ თერმო 20-ში და გავაგრძელებთ. მაგრამ შეხედეთ, რა ბასრიკბილები აქვთ.
მართლა იმედი მაქვს აღარავინ მიგბენს. ეს ძალიან საშიშია ბიჭებო. გრძნობ რამდენი თევზი მირთხამს ფეხებზე. და ნებისმიერი მათგანი შეიძლება კიდევ ერთი პაკუ იყოს. ეხლა აქ ერთი დიდი მოსმით ამოვიღებ და ვნახავთ რამდენის დაჭერას შევძლებთ. ოჰ, ბადე ძალიან მძიმეა. კარგი, ფრთხილად. ო, შეხედეთ ამას. ეს პირდაპირ სიგიჟია. ყოველ ბადეში რამდენიმე პაკუს ვიჭერთ. მოიცადეთ ერთი წუთით. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს აქ არის ტამბაკუ და ეს არის პაკუს ყველაზე დიდი სახეობა მსოფლიოში. ეს არსებები შეიძლება 100 ფუნტამდე გაიზარდონ. ასე რომ ეს მართლაც იშვიათი აღმოჩენაა. მაგრამ ჩვენს ნადავლში კიდევ 3 პაკუ დავამატეთ. ვიცოდი რომ ეს თბორი სავსე იყო ამ არსებებით, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რომ ამდენი იქნებოდა. კარგი, ვამჩნევ რომ ბევრად ნაკლები თევზი მირბის ფეხებში, რაც კარგი ნიშანია. თუმცა კიდევ რამდენიმე ჩანს, რომლებიც უნდა ვცადოთ დავიჭიროთ და ისინი ყველაზე დიდები ჩანან აქამდე. კარგი ღმერთო ჩემო. შეხედე ამას. გონი დავიჭირეთ ბიჭებო, არ არსებობს რომ კიდევ 3 დავიჭირეთ. ეს სიგიჟეა. საიდან გაჩნდნენ ეს პაკუები? ერთი რამ ზუსტად ვიცი. ძალიან მაგარი პირანიების თბორი გვექნება ამის შემდეგ. სიტყვით აქ მხოლოდ ეს პაკუები იქნებიან და ისინი უზარმაზრები გახდებიან. კარგი, მგონი უფრო დიდი ვედრო დაგჭირდება. ბიჭებო, არ ველოდი რომ ამ თბორში ამდენ პაკუს ვიპოვიდი. ეს სიგიჟეა, სიტყვით სავსეა ამ არსებებით. და ეს აქ არ დასრულებულა. ერთი ბადის შემდეგ მეორეში სულ უფრო მეტ პაკუს პოულობდით, მაგრამ ბოლოს მათი დაჭერა შეწყდა, რაც ნიშნავს რომ ყველა დავიჭირეთ. თუმცა ჰელენმა თქვა რომ კიდევ ერთი თევზი ყავდა აუზში ჩასმული და მე გადავწყვიტე მისი პოვნა. მგონი ვხედავ რაღაც ალბინოსია, ვნახოთ. შეძლებს თუ არა მის დაჭერას. არ მჯერა. ეს ვეილსის კატფიშია. ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კიოდესმე მინახავს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო იზრდებიან. ისინი სინამდვილეში მსოფლიოს 7 ადამიანი ჭამია კატფიშიდან ერთ-ერთია. მაგრამ იმისთვის რომ ის ესეთი დიდი გაიზარდოს, უფრო დიდი საბინადრო სჭირდება. ამიტომაც გადავიყვანთ ახალ აუზში. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თევზია, რომელიც დღეს დავიჭირეთ. ეხლა უკვე იუჰოლში მიდიხარ ამ ეტაპზე. იმდენი მონსტრი თევზი დავიჭირეთ, რომ ყველას ახალ აუზში გადავიყვანთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო დარჩენილი, ამიტომ მესამე აუზში გადავედი, რომ მენახათ კიდევ რას ვიპოვიდით იქ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ აუზში შესვლა უფრო მაშინებს, ვიდრე იმ აუზში, რომელიც პირანიებით იყო სავსე. და ეს იმიტომ, რომ ამ აუზში უამრავი ზვიგენი ცხოვრობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. და როცა აუზში შევედი, მივხვდი, რომ იქ ბევრად მეტი ზვიგენი იყო, ვიდრე მეგონა. და მაშინვე ერთი დავიჭირე. კი, ერთი დავიჭირეთ, შეხედეთ ამას. ამ აუზში ჩვენი პირველი თევზი დავიჭირეთ და ეს პატარა მტკნარი წყლის ზვიგენია. დამშვიდი მეგობარო, დამშვიდი. ღმერთო ჩემო, ამ აუზში მართლა ძალიან ბევრი თევზია. მაგრამ ეს მაინც არაფერია მეოთხე და ბოლო აუზთან შედარებით. სადაც ყველაზე დიდი თევზები არიან, რაც კიოდესმე გინახავთ. მაგრამ ეხლა ამ ბიჭს იუჰოლში გადავიყვანთ და ვეცდებით კიდევ რამდენიმე დავიჭიროთ. ერთი მეორის შემდეგ. მეტი და მეტი ზვიგენი მეჭირა და ისინი სულ უფრო დიდები ხდებოდნენ. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს ჩვენი მეორე მტკნარი წყლის ზვიგენია და აქ მხოლოდ 5 წუთია ვართ. კაცო, ნახეთ რა მაგარია ეს თევზი ბიჭებო. ცოტა მსუქანიცაა, კარგად იკვებება. ღმერთო ჩემო. კარგი, დავიჭირეთ. სწრაფად ჩავასვათ სათვრთოში სანამ გაიქცევა. ამის შემდეგ კიდევ ერთი თევზი დავიჭირე, მაგრამ ეს ზვიგენი არ იყო. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს კიდევ ერთი ირვინის ლოქოა. კარგი, დამშვიდდი. ეს ბევრად პატარაა ვიდრე პირველი, მაგრამ რაც გასაოცარია, სანამ ჰელენმა ის მონსტრი იპოვა, ეს იყო ყველაზე დიდი, რაც ოდესმე მინახავს. ასე რომ ეს აჩვენებს, რამდენად უზარმაზარია ის მეორე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი ბევრად პატარაა, დარწმუნებული ვარ, თითსაც კი შეიძლება მოგაჭრას. ასე რომ ამისგან თავი უნდა შევიკავოთ. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. ეს ზვიგენები მესხმიან თავს. მგონი ბადეში რაღაცები დავიჭერია. და ეს კი დიდია. შეხედეთ ამ მონსტრს ბიჭებო, კარგი. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეგონა ის მეორე დიდი იყო, მაგრამ ეს ბევრად დიდია. მან კი ნამდვილად დამასვლა და ეხლა გარეთ ძალიან ცივა. ასე რომ ამით ძალიან ბედნიერი არ ვარ. მაგრამ ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. ხედავთ, ეს ზვიგენები შეიძლება 6 ფუტზე მეც გაიზარდონ, მაგრამ ამ პატარა აუზში ისინი ასეთ დიდს ვერ გახდებიან. ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული მათგანი ამოვიყვანოთ და ახალ აუზში გადავიყვანოთ. კარგი მეგობარო, მივდივართ. შენს ადგილს სათვრთოში მოგიძებნით და გავაგრძელებთ. რაც უფრო ვაგრძელებდი, თევზები უფრო და უფრო გიждდებოდნენ და აქამდე რო გიждდებოდნენ და აქამდე ყველაზე იშვიათი თევზის დაჭერა შევძელი. მგონი ეს მარმარივოს დაკორაა. რა მაგარია. ეს თევზები ძალიან ლამაზები არიან. ნახე რა ლამაზი მოხატულობა აქვს. ეს შენ ჩადე აქ. ეგეც ვიფიქრე, რადგან არ მახსოვს აქ ესეთი მყოლოდა, მაგრამ ეს ძალიან მაგარია. ამ დროს აუზში წყალი ძალიან ამღროვლი გახდა და თევზების პოვნა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. რადაცას ხედავ იმ კუთხეში. შეიძლება ხელით წადო დაჭერა. დავიჭირე, ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას ბიჭებო. ჩვენ დიდი ალბინოსი პლეკო დავიჭირეთ. წარმოდგენა არ მქონდა რომ აქ იყო, მაგრამ ეხლა უზარმაზარია. რაც მართლა მაგარია ამათთან დაკავშირებით ისაა, რომ ისინი პრაქტიკულად დაუმარცხებლები არიან. მათ სხეულის გარეთ ძალიან მაგარი ჯავშანი აქვს. და ამ ყველაფრის გარდა წყლის გარეშე საათობითაც კი შეუძლიათ გადარჩენა. ასე რომ ეს ნამდვილი დინოზავრია.
მაგრამ მგონია რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა ახალი აუზისთვის, ასე რომ უფიქრობ უბრალოდ გავუშვებთ. ნახვამდის მეგობარო. ეხლა შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ აუზიდან ბევრი ზვიგენი დავიჭირეთ, მაგრამ დამიჯერეთ, აქ კიდევ ბევრია. ასე რომ რასაც გავაკეთებ არის ის რომ ერთის ნაცვლად ორ ბადეს გამოვიყენებ, რომ მათი დაჭერის შანსი გავაორმაგო. და როგორც ჩანს, ეს სტრატეგია მუშაობს. რადგან მაშინვე ბევრად მეტი ზვიგენი დავიწყე დაჭერა. მოდი, იმედი მაქვს რომ დავიჭირეთ. ო, ნახე, ელენ, ერთ ბადეში რამდენი დავიჭირეთ? ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ბიჭებო, ერთ ამოგებაში 4 დავიჭირეთ. რადგან ეს ტბა ძალიან დიდია და ეს ზვიგენები ძალიან სწრაფები არიან, მათი დაჭერა მართლაც რთულია, მაგრამ გონი მივხვდით როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს სიგიჟეა. კარგი, მოდი ეს ბიჭები უჰაულში გადავიყვანოთ. ეს რაღაც სწრაფად ივსება და მტაცებლების აუზში კიდევ ბევრი თევზი გვყავს. ასე რომ ხო, ეს ვიდეო საკმაოდ გიჟური იქნება. ერთის შემდეგ მეორეს ვიღები ზვიგენებს, დიდებსაც და პატარებსაც. და ახლა ტბაში მხოლოდ ერთი დარჩა. და ახლა მისი დაჭერა ადვილი აღარ იქნებოდა, რადგან ეს თევზი ბოლოა. მან ყველა თავისი მეგობარი დაინახა, როგორ დაიჭირეს. რაც ძალიან გაახერხიანა, რადგან ახლა იცის რომ ბადეებს უნდა მოერიდოს. ო, მოიცადეთ. მგონი სწორედ აქ, ამ კუთხეში ვხედავ. მოდი, შედი ბადეში. ო, დიახ, ბოლოს და ბოლოს დავიჭირეთ. მეგობრებო, ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. არ არის გასაკვირი რომ ეს იყო ბოლო. შეხედეთ როგორი აგრესიულია. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ 4 აუზიდან 3-ია. და შემდეგში ყველაზე იშვიათი, ყველაზე საშიში და ყველაზე დიდი თევზი ცხოვრობს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან საშიშია. აქ მართლაც ძალიან ბევრი საშიში თევზია. მაგალითად, შეხედეთ, აქ მართლა სკატი არის. ხო, როგორც ხედავთ, ნამდვილად არ მინდოდა წყალში შესვლა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რომ ეს მონსტრები დამეჭირა. ასე რომ ფრთხილად შევედი წყალში და ძებნა დავიწყე. ო, აქ რაღაც დიდი დავინახე. მოდი, შედი ბადეში. მგონი დავიჭირეთ. არ არსებობს. შეხედეთ ამას, მეგობრებო. უკვე დავიჭირეთ თევზი და ეს უზარმაზარი რიფსა. ეს ბიჭი საკმაოდ დიდია, მაგრამ აქ კიდევ ერთი გვყავს. ეს დაახლოებით 5 ფუტის სიგრძისაა და ძალიან აგრესიულია. ასე რომ მისი დაჭერა ადვილი არ იქნება. მაგრამ ეხლა ამ ბიჭს გადავიყვანთ იუჰოლში და ნახავთ კიდევ რას ვიპოვით. გავაგრძელე ძებნა და მაშინვე კიდევ ერთი თევზი შევნიშნე, თანაც დიდი. მგონი დავიჭირე. ნახეთ ეს ბიჭებო, უზარმაზარი რედტეილი დავიჭირეთ. დამშვიდი ძმაო, დამშვიდი, ეს სიგიჟეა. ბიჭებო, ეს რედტეილი პირდაპირ 4 ჯერ დიდია იმ პირველზე, რომელიც დავიჭირეთ. მაგრამ სინამდვილეში ისინი ბევრად უფრო დიდებიც შეიძლება გაიზარდონ. და ის სწრაფად იზრდება, ამიტომ უნდა გადავიყვანოთ ახალ აუზში. ღმერთო ჩემო, რა მძიმეა. ბიჭებო, ძლივს წევ მას. ცდი ამ ბიჭის ჩასმას იუჰოლში და ეხლა გავაგრძელებ გზას. როგორც ხედავთ, ამ თევზების დაჭერა ადვილი არ იყო და ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ. მაგრამ ცოტა ხნის ძებნის შემდეგ კიდევ რაღაც დავიჭირე. ო, ფრთხილად, რაღაც დავიჭირე, რაღაც დიდი დავიჭირე. ამ თევზმა სულ დამასველა. გააჩერდი ეს სიგიჟეა, ბიჭებო. გითხარით, როცა ის პატარა დავიჭირეთ, რომ აქ დიდი თევზი იყო და არ მომიტყუები ვართ. ეს რაღაც უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი გურამია, რაც კიოდეს მე მინახავს. აუ, ღმერთო ჩემო. კარგი, უი. მობიჩავოსოთ ნაკირავებ ფურგონში სანამ გაიქცევა. თევზებს ერთი მეორის მიყოლებით ვიჭერდით, მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე საშიში და ყველაზე იშვიათი თევზები ჯერ კიდევ აუზში იყვნენ. ამიტომ ძიებას ვაგრძელებდი, როცა უცებ ეს მოხდა. გზნობ რაღაც დიდს, რაღაც დიდი არის ბადეში, ეს რა არის? ო, ეს რა ჯანდაბაა? ბიჭებო, აქ უზარმაზარი თევზი გყავს, შეხედეთ ამას. გონი ეს უზარმაზარი ჰიბრიდული ლოქოა. ბიჭებო, ღმერთო ჩემო. ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი თევზი, რომელიც აქამდე დაგვიჭერია. და რაც მართლა მაგარია მათში ისაა, რომ ისინი წითელყუდა კატაფიშისა და ვეფხვისთავიანი კატაფიშის ნაზავია. და ესენი ძალიან აგრესიულები არიან. სინამდვილეში ამ ბიჭს რამდენჯერმე უკვე უგბენი ვარ, ასე რომ საკმაოდ საშიშია მისი დაჭერა. წინ წავედი და ეს მონსტრი ყველა დანარჩენ თევზთან ერთად ნაკირავებ ფურგონში ჩავამატე. მერე კი ისევ აუზში დავბრუნდი და ყველაფერი კიდევ უფრო საშიში გახდა. ჰელენ, ეს თევზები ახლა ჩემს ფეხებს ეხვევიან. რა გავაკეთო? ო, არა, აი მანდაა სკატი. ო, ახლოვდება, ეს კარგი არ არის. კარგი, უბრალოდ ცდი და ვესტები დავიჭირო. შედი ბადეში. ო, მგონი დავიჭირეთ. ნახეთ ბიჭებო, სკატი დავიჭირეთ. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ უცებ თევზებმა ჩემს გარშემო ტრიალი დაიწყეს. და რომ ეს სკატი დამესერა საავადმყოფოში მოუხდებოდი. ასე რომ კარგია რომ გამოვიყვანეთ, თუმცა ჯერ უსაფრთხოთ არ ვართ, რადგან აქ კიდევ ერთი სტინგრეია. ასე რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. სკატის ფრთხილად ამოღების შემდეგ ისევ შევედი აუზში და უფრო მეტ თევზს ვიჭერდით. თან ისინი სულ უფრო იშვიათები ხდებოდნენ. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა? ჰელენ, დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ისაა, რომელიც შენ ჩაგიყვანია აქ, რადგან მე არ მახსოვს ასეთი. მგონი ეს არხის ლოქოა და როგორც ხედავ, ალბინოსია, რაც მას ბევრად უფრო იშვიათს ხდის. არ მგონია, ოდესმე ალბინოსი მენახოს, მით უმეტეს ასეთი დიდი. როგორც ხედავ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უცებ სიტუაცია გაუარესდა. ღმერთო ჩემო, თევზები გაგიჟდნენ. არგი, მგონი შევაშინე, როცა წყალში შევხვდი. აი, ზვიგენიც მოდის, პირდაპირ ჩემკენ მოდის. გამიყვანეთ აქედან. ერთის შემდეგ მეორე თევზები აუზში სწრაფად მოძრაობდნენ და ყველაფერს ეჯახებოდნენ გზაზე. ო, არა, მეგობრებო, ეს კარგი არ არის.
მგონი ერთ-ერთი თევზი აუზის კედელს შეეჯახა და უზარმაზარი ხვრელი გააკეთა. ძალიან ცუდი გაჟონვაა. წყალი სწრაფად იტურება. ალბათ ზვიგენი იყო, პირდაპირ კედელს შეეჯახა. ეხლა ეს ნიშნავს, რომ თევზები კიდევ უფრო სწრაფად უნდა დავიჭიროთ, რადგან მალე აქ წყალი აღარ იქნება და თევზები შეიძლება მოკვდნენ. მოდით მეგობრებო, ვცდილობ გადაგარჩინოთ. ო, ამ კუთხეში ბევრი თევზია, ვნახოთ შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. მგონი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას მეგობრებო. კიდევ ერთი უზარმაზარი წითელყუდა კატფიში დავიჭირეთ. მოიცადეთ, ბადეში მეორე თევზიც არის. ეს რა არის? ო, ეს აროვანაა. შეხედეთ ამას მეგობრებო. ბადეში წითელყუდა კატფიში და აროვანა დავიჭირეთ. მგონი ეს წითელყუდა კიდევ უფრო დიდია ვიდრე ის წინა, რაც სიგიჟეა. ეს თევზები უზარმაზარია და მგონია ჩვენი პირველი აროვანაა ამ ვიდეოში, რაც ძალიან მაგარია. მაგრამ ზუსტად ეს გჭირდებოდა. აქ კიდევ ძალიან ბევრი თევზია. როგორც თქვი, ეხლათ რო გოწობა. მოდი ეს თევზები ჩავასვათ. ნაქირავებ სათურთოში და ვცადოთ კიდევ რამეს დაჯერა. ო, რაღაცა ფეხზე დამარტყა. აი აქ არის, ნახოთ თუ შევძლებ მის დაჯერას. ო, დავიჭირეთ. ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო? საერთოდ გავს რიფსავ კატფიშს, მაგრამ ნამდვილად არ არის. ჰელენ, ეს შენ ჩადე აქ? ხო, მაგრამ სახელი დამოვითხოვდა. რაღაც საეჭო ვებგორდიდან ვიყიდე. კარგი, მგონი ვიდეოს პირველი საიდუმლო თევზი ყავს. თუ იცით რა არის, ეს კომენტარი დაწერეთ ქვემოთ. მაგრამ ძალიან დიდია, ასე რომ აუცილებლად ჩვენთან ერთად ახალ აუზეში წავა. ვიფიქრე რომ ის თევზი დიდი იყო, მაგრამ ამის შემდეგ პირველად დავინახე მონსტრი რიფსავი და მაშინვე მივხვდი რომ პრობლემაში ვიყავი. ხალხო, ეგ არსება უზარმაზარია. მას შემდეგ რაც ბოლოს დავიჭირე, აშკარად გაზრდილა და მაშინაც კი წარმოუდგენელი ბრძოლა გამართა. გულტრფელად არ ვიცი, როგორ უნდა დავიჭიროთ აქედან. მაგაზე ახლა ვერ ვიფიქრებთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სხვა თევზი ყავს გამოსახვანად. ამ დროს გაჟონვა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და წყალი სწრაფად იკლევდა. ამიტომ დავიწყე სხვადასხვა ბადის აღება და შევძელი კიდევ ერთი ალბინოსი კალათუნას და ალბინოსი აროვანას ამოყვანა. მგონია რომ ეს ყველაზე დიდი ალბინოსი აროვანაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთი თევზის დაჭერა მოვახერხე და ეს ყველაზე დიდი იყო აქამდე. ო, ეს რა ხდება? ღმერთო ჩემო, არც კი ვიცოდი თევზი მყავდა. ბიჭებო, ო, ეს რაღაცა უზარმაზარია. კარგი ბიჭებო. მგონია რომ ეს შეიძლება იყოს აუზში მეორე ყველაზე დიდი თევზი. ასე რომ მართლა კარგია რომ ეხლა დავიჭირეთ. ეს კიდევ ერთი ჰიბრიდული კატაფიშია და ის წარმოადგენს ნაზავს ვეფხვის ნიჭბა ცვირასა და მარმარილოს დაკარას შორის. დაუდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კატაფიშის სახეობა ამ სოფლიოში. გულისმობ, შეხედეთ მის ნახატს, რა მაგარია. ასე რომ კიდევ ერთი მონსტრი ამოვიღეთ ტბიდან. ეხლა ამ ბიჭს გადავიყვანთ უჰალში და ვნახავთ კიდევ რას დავიჭერთ. როცა გავაგრძელეთ, შევძელი მეორეს კატის პოვნა, თუმცა მისი დაჭერა ადვილი არ იყო. ო, არა, გაიქცა. ბიჭებო, ეგ არსება ძალიან სწრაფია. აი იქა, ზუსტად იქ. მოდი, შედი ბადეში. დიახ, გონი, ბოლოს დავიჭირეთ, ბიჭებო, მეორე კატის დავიჭირეთ. საშინელი იყო ამ წყალში ყოფნა მასთან ერთად, როცა ვიცოდი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მეჩხვლიტა. ნახეთ, პირდაპირ ახლა ცდილობს მეჩხვლიტოს. ეს ძალიან საშიშია. პირდაპირ ხედავ მის ეკალს და სავსეა შხამით. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ხელს ვკიდებთ. უსაფრთხოდ ჩავამატე იგი იუჰალში და ამის შემდეგ შევნიშნე ბევრი თევზი ერთმანეთის გვერდით. მაგრამ სწრაფად უნდა მემოქმედე, თუ მინდოდა დამეჭირა. ო, მგონი დავიჭირე. ო, ეს დიდი თევზია. ბიჭებო, დამშვიდიდით, არ მჯერა. მგონი ამ ბადეში ორი თევზი დავიჭირეთ. როგორც ჩანს, ეს ორი დიდი რიფსაო კატფიშია. შეხედეთ ამათ ზომას, ბიჭებო, აუ, ღმერთო ჩემო. ო, მან უბრალოდ ცუდად გამჭრა. ეს თევზები არ წყვეტენ ფართხალს და ამ ბასრიპირებით ფაქტობრივად თითქოს ბენზოხერხის დაჭერას ცდილობ. თუ პატარა ასე ძნელია დასაჭერი, დიდი როგორ უნდა დავიჭირო? გულწრფელად რომ თქვა, არ ვიცი. ხო, როგორც ხედავთ, საკმაოდ ნერვიულობდი. მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით ყველა თევზის ამოყვანასთან. ამიტომ ორი ბადე გამოვიყენე, რომ დაჭერის შანსი გამეზარდა. ერთი დავიჭირე. და აი კიდევ ერთი. არა, არ გამოვიდა. ბიჭებო, ორი მონსტრი თევზი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. დამშვიდით ბიჭებო, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. კიდევ ერთი დიდი ალბინოსი კალათურა დავიჭირეთ და კიდევ ერთი დიდი წითელყუდა კატფიში. ვფიქრობ, თუ ამ სტრატეგიას კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენებთ, ყველა თევზის ამოყვანას შევძლებთ. ზუსტად ეს გავაკეთე. და მაშინვე დიდი ალბინოსის ვიგენი, მარმარილოს დაკარა და რამდენიმე ალბინოსი პლეკო დავიჭირე. ეხლა დადგა ის მომენტი, რომელსაც თქვენ ყველა ელოდით და რომელსაც მე ვშიშობდი, მეგობრებო. აუზში მხოლოდ ერთი თევზი დარჩა და ეს არის უზარმაზარი რიფსაუ. მართლა ვცახცახებ ეხლა, მეგობრებო, ეს საშინელია. კარგი, უბრალოდ გავაკეთებ ამას. შევალ შიგნით. დავიჭერ და იმედი არ მომკლავს. სად არის საერთოდ? ვერ ვხედავ, მეგობრებო. მისი გამოტოვებაც ძნელია. გონი იმალება, იქ უკან არ არის. კარგი, ეს ცოტა შემაშფოთებელია. აი ისა, მეგობრებო. აქ პატარა გამოქვაბულია და შიგნით ზის. მგონი ჩემი გეგმაა, რომ ვეცდები ამ ხარეს წავწიო და იმედია ეხლა არ გაგიჟდება. ცხადია, ეს ადვილი არ იქნებოდა თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდი იყო ეს თევზი. და კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ ჩემი ბადეები ძალიან პატარა იყო მის დასაჭერად. ამიტომ გადავწყვეტე ხელებით მეცადა.
და ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მხოლოდ მეტი დაზიანება დამრჩა. ამიტომ ბოლო მცდელობით ავიღე ჩემი ბადე და ვცადე კიდევ ერთხელ. მგონი დავიჭირე. ოკეი, ის ამბადეში არ ჩაეტევა. ფილად, ხმეტა ჩემო. ეს არსება საოცრად საყვარელია. ჯერ კიდევ ბადეში ყავს? ო, ის ჯერ კიდევ ბადეშია. ეუ, ბადეშია. დავიჭირე. კარგი. კარგი, მგონი დამშვიდდა ახლა. ო, არა. არ არის მშვიდი. კარგი, შეხედეთ ამ ეკლებს, ისინი ძალიან ბასრია და ის ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ეკლებით გამჭას. ეხლა თუ ფიქრობთ, რომ ის დიდი არ ჩანს, გახსოვდეთ, რომ ჩემი სიმაღლეა 6 ფუტი და 2 ინჩი და ძლივს ვიჭერდი მას, მაგრამ დავიჭირეთ. ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი. ეხლა ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის მისი U-Haul-ის სატვირთოში გადაყვანა, რაც ასევე რთული ნაწილია. როგორც ხედავთ, ეს მარტივი არ იყო, მაგრამ საბოლოოდ შევძელი მისი U-Haul-ში გადაყვანა. ყველა სხვა თევზთან ერთად, რომელსაც ახალთბაში მივიყვანთ. ეხლა რადგან აქ $1000 ღირებულების თევზია, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი და იშვიათი თევზებიდან ზოგიერთი. უნდა დავრთმუნდეთ, რომ ისინი უსაფრთხოდ მივლენ და არ გადახტებიან. ამიტომაც მყავს ჩემი მეგობარი სერგეი, რომ დამეხმაროს. მოიცადე, ანუ რას ვაკეთებ? მოკლედ, შენ უნდა შეხვიდე აქ სატვირთოში, ხო? და უბრალოდ იქ დარჩე. და დარწმუნდი, რომ თევზები არ გადახტებიან, მაგრამ ფრთხილად იყავი, რადგან თევზები სასიკვდილო საშიშებია. ძმაო, მითხარი რომ ავეჯს ვზიდავდით. ეს ავეჯი არ არის. მოდი, უბრალოდ შედი შიგნით. მე ამას არ გავაკეთებ. მართლა სერიოზულად ამო, ძმაო. დაბრუნდი აქ. ცოტა ხნის დაყოლეების შემდეგ სერგეი დავართმუნე, რომ დამხმარებოდა. ისავიდა სატვირთოს უკანა ნაწილში და ჩვენ ახლით ბისკენ გავემართეთ. ბაბი, გამიშვი აქედან. კარგად დაიჭირე თავი სერგეი. 1 საათი უნდა ვიაროთ, ასე რომ უკეთესია, კომფორტულად მოეწყო. მან თქვა რომ 1 საათი უნდა ვიყოთ აქ, კარგი? ხო და გთხოვ, ძალიან სწრაფად არიარო. არ მინდა ამ თევზებით სავსე ტბაში ჩავარდე. ისინი მართლა მომკლავენ. არი ნერვიულო, ძალიან ნელა ვივლი. კარგი, დავიტანით, სადღაც მივდივართ. ძმაო, აქედან კარი ფდება. ძმაო, ჯანდაბა. ძმაო. ჯანდაბა, ეხლა საკმაოდ სწრაფად მივდივართ. კარგი ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს მივახციეთ. სერგეი, როგორ ხარ? როგორი იყო მგზავრობა? არისო კარგი, რატო ხარ სულსველი? იმიტომ რომ გიჟივით მართავდი? თევზები კარგად არიან? თევზები ძმაო. შენ უნდა მკითხო, მე კარგად ვარ თუ არა? თითქმის მოგდი. კარგი, თევზები კარგად არიან? ხო, ძმაო, თევზები შესანიშნავები არიან. კარგი, იდეალურია. კარგი, თევზები უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ აქ. ეხლა დროა ჩაუშვათ ისინი ტბაში. თითო. ჩვენ ყველა მონსტრი ჩაუშვით ტბაში, მათ შორის ყველა ზვიგენი, ლოქოს, ყველა სხვადასხვა სახეობა და ყველაფერი რაც შეიძლება წარმოიდგინო. ფრთხილად. მძიმეა, მართლა მძიმეა. აი წავიდა ღმერთო ჩემო მონსტრი ციტალკუ და ლოქო. როგორ კარგად გამოიყურება იქ. ხო მეგობრებო, ეს იყო ბოლო თევზი. ეხლა ოფიციალურად ყველაზე გიჟური ტბა გვაქვს YouTube-ზე, სავსე მონსტრებით. და ეხლა მგონია რომ მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასაკეთებელი. ძმაო, რაღაც მომხდა. თევზები მიკავენ. ღმერთო, დამომიყვანეთ აქედან. ძმაო, დამეხმარე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით. მშვიდობით.